სინამდვილეში მშობელი უნდა დააკვირდეს არა იმას, რამდენი ლექსი იცის მისმა შვილმა, არამედ როგორ შეუძლია ბავშვს მაგალითად ურთიერთობებში ჩაბმა. შეუძლია თუ არა დათმობა, როგორი კომუნიკაციის უნარი აქვს, როგორ შეუძლია ურთიერთობის დამყარება ზრდასრულებთან ან თანატოლებთან. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, როგორ შეუძლია ემოციების გამოხატვა, საკუთარი ემოციების და სხვის ემოციებს აღიქვამს თუ არა ბავშვი. როგორ მეტყველებს ბავშვი, როგორი ლექსიკური მარაგი აქვს. როგორ შეუძლია, თქვათ, გამოჭრა, გაფერადება, კონტურების მიყოლა, ხატვა. ასევე როგორი ურთიერთობა აქვს მას წიგნთან. შეუძლია თუ არა ბავშვს, თქვათ, პირადი ჰიგიენის დაცვა, დამოუკიდებლად ყვება, ტუალეტის ჩვევა თუ აქვს მას განვითარებული. უნდა დააკვირდეთ იმაზე, როგორ რეაგირებს, როდესაც ეუბნებით უარს რაიმეზე. ან რა ხდება და როგორ იქცევა, როდესაც საკუთარი სურვილის გადავადება უწევს. და რაც ყველაზე მთავარია, შეუძლია თუ არა ბავშვს ერთ კონკრეტულ საკითხზე ყურადღების კონცენტრირება. აი მაგალითად, როდესაც რაიმეს ეთამაშებით, ხშირად ითხოვს თამაშის ცვლილებას, თუ მიყავს ბოლომდე, ვთქვათ, დაწყებული აქტივობა. როდესაც დავალებას აძლევთ, შეუძლია თუ არა რომ შეყომდეს და სანამ ბოლომდე არ დაასრულებს, მანამდე, ვთქვათ, არ მოიბეზროს და სხვა აქტივობაზე არ გადავიდეს. აი ამ უნარებზე დაკვირვება ბევრად უფრო მეტის მომცემია მშობლისთვის, რომ მიხვდეს ბავშვი მზად არის თუ არა სკოლისთვის, ვიდრე ის, რამდენი სიტყვა ან რამდენი წინადადება იცის ინგლისურად ან რამდენი ლექსი იცის ზეპირად.